გასულ წელს მერძევობის დარგის განვითარებისთვის 1,5 მილიონი დაიხარჯა, როგორც უკვე გითხარით, ხელშეკრულება 40-მდე კომპანიასთან გაფორმდა, ამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში იყო საუბარი. ელექტრონული კომერცია და მომხმარებელთა უფლებების დაცვა კი იქნება ჩვენი შემდგომი საუბრის მთავარი თემა და ამ თემაზე ჩვენი სტუმარი თამარ გოგოლაშვილი იქნება. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. რა მდგომარეობაა ელექტრონული კომერციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით მთლიანად ქვეყანაში, რა სურათი გვაქვს, რა ტენდენციები და როგორ იყო 2025 წელი ამ კუთხით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ელექტრონული კომერცია საქართველოში, რასაც ვაკვირდებით 2025 წლის განმავლობაში გაიზარდა, თუმცა აქ უფრო აღნიშნოთ უნდა ის, რომ უფრო მეტად გაიზარდა საერთაშორისო ელექტრონული კომერცია, ხოლო ადგილობრივი ელექტრონული კომერცია შემცირებული არის სამ დროის მონაცემებით. რაც შეეხება მომხმარებლების უფლებების დაცვას, ჩვენ ვნახეთ, რომ კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა ახალი მონაცემები და ამ მონაცემებით ვხედავთ, რომ საკმაოდ გაზრდილი არის მომხმარებლების აქტივობა ამ კუთხით. საინტერესო არის მათი ქცევა და პრინციპში მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან როგორც უყურებთ, კონკურენციის ეროვნული სააგენტო საკმაოდ აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. საკითხისადმი ცნობადობაც იზრდება ეტაპობრივად. მომხმარებლები ხშირად უზიარებენ ერთმანეთს ამ მიმართულებით სხვადასხვა ინფორმაციებს, ხშირად იდება ხოლმე პოსტები მაგალითად სასწორკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში და ისინი უზიარებენ, რომ რა კუთხით შეიძლება დაიცვას უფლებები სხვადასხვა მომხმარებელმა. ასევე გააქტიურდნენ სასუყურებთ საადვოკატო კომპანიები, რომლებიც თავიანთ სერვისს თავაზობენ მომხმარებლებს და ალბათ ზრდის დინამიკა სწორედ ამას უნდა უკავშირდებოდეს ბოლო პერიოდში. 524 სატელეფონო ზარი, 190 განაცხადი, ეს მხოლოდ იანვრის თვის მაჩვენებლებია. ეს მაჩვენებლები ბევრია ცოტა ელექტრონული კომერციის ასოციაციის გადმოსახედიდან, თუ დაუშვათ მომხმარებელი არც ისე აქტიურია და უბრალოდ ჩვენ გვაქვს გამახვილებული ყურადღება მაინც და მაინც და სწორედ ამიტომ აღვიქვავთ მას რეალურად ძალიან გაზრდილ მაჩვენებლად. იმ ფონზე განსაკუთრებით, როდესაც ქვეყანაში დღეს ელექტრონული კომერციის კუთხით მომუშავე, პრაქტიკულად ყოველი მეორე თუ არა ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც ონლაინ მაღაზია აქვს ან ონლაინ ვაჭრობას ეწევა. ამ კუთხით ჩემი აზრით კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო, ვინაიდან ის მომართვიანობა და ის რაოდენობა, რაც დაუშვათ არის ზოგადად ელექტრონულ კომერციაში ჩართული არის, პირდაპირ თქვათ ცოტა, უბრალოდ ძალიან ბევრი არის ის ადამიანი, რომელიც ელექტრონული კომერციით სარგებლობს, მაგრამ ცოტა მიმართავს დაუშვათ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს. ალბათ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაიზრდება ცნობადობა, მაინც ელექტრონული კომერცია ახალი არის და ეს კანონიც დიდი ხანი არ არის, რაც არის და მომხმარებელს შეუძლია მიმართოს შესაბამის უწყებას რეაგირებისთვის. თუმცა ტენდენცია ფაქტი არის, რომ მზარდი არის. ვფიქრობ, რომ მომავალშიც ეს ტენდენცია გაგრძელდება. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ თვითონ ადგილობრივი ონლაინ მაღაზიებიც, რომლებიც კეთილსინდისიერად მუშაობენ ადგილობრივ ბაზარზე, ეთანამშრომლებიან მომხმარებლებს და ამითაც უნდა აიხსნებოდეს ის, რომ დაუშვათ ყველა მომართვა არ ფიქსირდება კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში და ადგილზე გვარდება. რა იგულისხმება თანამშრომლობაში? ახალი კანონმდებლობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ძალიან ბევრ ვალდებულებას უყენებს ელექტრონული კომერციის კუთხით მომუშავე კომპანიებს, მათ შორის ეს იქნება ამათი ნივთის დაბრუნების გადაცვლის წესი და ამ შემდგომ ანუ მთლიანობაში ეს მთელი პაკეტი. თუმცა ძალიან ხშირია, როდესაც ესა თუ ის ონლაინ მაღაზია უარს ამბობს ნივთის დაბრუნებაზე და ამ მიმართულებით გარკვეულწილად რეალურად გვაქვს დღეს პრობლემები და გამოწვევები. მაგრამ რომელი საით არის უფრო პრობლემა? მომხმარებლის მხარეს, თავად ონლაინ მაღაზიების მხარეს, იმიტომ რომ გააჩნია როგორ ნივთს დააბრუნებ, ხო? ანუ ეს მთლიანობაში საერთო სურათს აფუჭებს. ამიტომ საინტერესოა პრობლემა რეალურად საით არის? მომხმარებლის მხარეს თუ ძირითადად ონლაინ მაღაზიების მხარეს? თუ ორივე ერთით? ვფიქრობ, რომ ორივე მიმართულებით არის ნამდვილად სამუშაო. ერთის მხრივ მომხმარებელს ჩვენ ადრე ვსაუბრობდით ამაზე, რომ ზოგადად კანონის არსებობა და ის, რომ მომხმარებლის უფლებები არის დაცული, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ინდუსტრიის მიმართ ნდობა გაიზარდოს და უფრო მეტმა მომხმარებელმა ისარგებლოს ელექტრონული კომერციით. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს კაბალური პირობები არ უნდა იყოს ბიზნესისთვის. მეორე მხრივ ცხადია, ეს საბოლოო ჯამში გრძელვადიან რეჟიმში აისახება დადებითად მომხმარებლის ცნობიერებაზე. თუმცა, მომხმარებლები ჯერ მაინც არ არიან იმდენად ინფორმირებულები, მათ არ აქვთ ინფორმაცია, რომ შეუძლიათ დაიცვან თავიანთი უფლებები. მეორე მხრივ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გარდა იმისა, რომ არსებობენ ბაზარზე კეთილსინდისიერი ონლაინ მაღაზიები, მომხმარებლები ხშირად მიმართავენ მაგალითად Facebook გვერდებს, რომლებიც უბრალოდ რამდენიმე დღით აღმოცენდებიან გაყიდიან პროდუქციას მაგალითად და მალევე გადიან ბაზრიდან. ესეთი
თაღლითური სქემები ძალიან ხშირია ხოლმე, როდესაც მიკვლევადობა არის რთული და უშუალოდ რომელიმე კონკრეტული ონლაინ მაღაზიის. ამ შემთხვევაში მომხმარებელსაც რა თქმა უნდა მართებს ძალიან დიდი სიფრთხილე, მათ უნდა იცოდნენ რომ არსებობს და უშუალოდ სპეციალური ბაზა, სადაც შეგვიძლია გადავამოწმოთ ეს კომპანია თავიანთი საიდენტიფიკაციო ნომრით ნამდვილად არის თუ არა, არსებობს თუ არა, ვინ არის მისი დამფუძნებელი, სად აქვს ეს ინფორმაცია, ონლაინ მაღაზიას უნდა გქონდეს რაღაცა ოფიციალური ვებგვერდი, უნდა იყოს სოლიდური შეხედულების, უნდა გქონდეს აღწერილობა, დეტალური ფასები. ანუ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი იმისა, რომ ონლაინ მაღაზია არის სანდო და საიმედო. მათ გარკვეული ფიდბექებიც გამოხმაურებები უნდა მოიძიონ ამ კომპანიასთან ან ზოგადად ონლაინ მაღაზიასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ ხშირად ხედავთ ხოლმე, რომ ერთსა და იმავე ონლაინ მაღაზიას, რომელზეც ძალიან ბევრი ნეგატიური პოსტი იწერება მაგალითად ონლაინ სივრცეში, მაინც ყავს ახალი დაზარალებულები, ახალი მომხმარებლები და ეს რა თქმა უნდა ზოგადად ინდუსტრიისთვის არის ძალიან ცუდი და აზიანებს, ასე ვთქვათ, ინდუსტრიის მიმართ ნდობას. ამიტომ მომხმარებელიც რა თქმა უნდა გაფრთხილდეს ამ მიმართულებით და სწორედ შეარჩიოს ონლაინ მაღაზიები და შემდგომ უნდა უკვე მიმართოს და უშუალოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც ვერ აღადგენს სამართლიან პირობებს და უშუალოდ მიმართოს შესაბამის სამსახურებს. ეს ჩვენ ვფიქრობთ, რომ გრძელვადიან პერიოდში გაზრდის ნდობას ელ-კომერციის მიმართ, თუმცა ამ შემთხვევაში ბიზნესის ინტერესებიც რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია. კი ბატონო, იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის შემდგომ და განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში ელექტრონული კომერცია პრაქტიკულად ერთგვარ ხსნად მოევლინა მომხმარებელ საზოგადოებას ყველა ჩვენ. თითქოს ელექტრონული კომერცია გახდა გარკვეულწილად უფრო პოპულარული, მაგრამ ბოლო პერიოდში ისეთი ინტენსივობას და ისეთ აქტივობას ყოველ შემთხვევაში მე პირადად ვერ ვატყობ. რეალურად ეხლა რა მდგომარეობაშია საქართველოს ელექტრონული კომერციის ბაზარი, რამდენად აქტიურია კლავის და რამდენად აქტიურია კლავმომხმარებელი და რამდენად ხშირად ყიდულობს ის ქართულ ონლაინ მაღაზიებში და უშუალოდ ამათვე ნივთს. ძალიან საინტერესო თემა წამოჭერით. ჩვენ დიდი ხანი ასოციაციის სახელით ვსაუბრობთ იმაზე, რომ ადგილობრივი ელექტრონული კომერცია მცირდება. ზოგადად ელექტრონული კომერცია ბოლო მონაცემებით გალტი და თაგარტის კვლევებით 4.7 მილიარდი ლარი არის, თუმცა ამაში არის გათვალისწინებული კვების ინდუსტრიაც და სხვა მომსახურების ინდუსტრიებიც და ამიტომ შედარებით ნაკლები არის ეს რიტეილის და უშუალოდ საყოფაცხოვრებო ნივთების თუ სხვა ნივთების ნაწილი. ეს არ არის ის კვლევა, რომელიც გვაჩვენებს ზუსტად რამდენი არის, რასაც ჩვენ ვეძახით ელექტრონულ კომერციას, თუმცა რასაც ვუყურებთ დინამიკაში არის ის, რომ ძალიან მცირდება ადგილობრივი ელექტრონული კომერცია იმის ფონზე, რომ საერთაშორისო პლატფორმები აქტიურად შემოდიან ქართულ ელ-კომერციაში და ქართულ ელექტრონული კომერციის სივრცეში. ჩვენ საუბრობთ, რომ მარტო 2024 წელს ქვეყნიდან 1.4 მილიარდ ლარზე მეტი ლარი გავიდა ესეთი საერთაშორისო ტრანზაქციებისას, რაც არის მართლა კოლოსალური თანხა და ძალიან მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს ელექტრონულ კომერციას და ზოგადად საქართველოს ეკონომიკას გრძელვადიან პერიოდში. 2025 წლის მონაცემები ჩვენ არ გვაქვს ჯერჯერობით მიღებული, ამას საბაჟო სამსახური აქვეყნებს ხოლმე, თუმცა სხვადასხვა კვლევები ამბობს, რომ 2025 წელს კიდევ უფრო გაზრდილი არის ეს მიმართულება. ეს ექსპანსია უკავშირდება მაგალითად ერთ-ერთ ჩინურ გიგანტს Temu-ს, Shein-ს და ასე შემდეგ. ასევე ბოლო პერიოდია ძალიან აქტიურად ბაზარზე ოპერირებს და იწყებს ოპერირებას Wildberries-ი, რომელიც უფრო მეტად გაფართოებას გეგმავს ჩვენ ინფორმაციით და შესაბამისად ფაქტობრივად აღარ რჩება ადგილობრივი ელექტრონული კომერციისთვის სივრცე განვითარებისთვის, თუ გარკვეულწილად არ დავარეგულირებს თამაშის წესები ამ ბაზარზე. ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ. ეს მომხმარებლების თამაშის წესების დარეგულირება. თქვენ ახლა ისეთი გიგანტები ჩამოთვალეთ, განსაკუთრებით Alibaba-ს შემავალ Temu-ზე მაქვს საუბარი. Shein-ი თავის მხრივ ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით როდესაც მარტივია, პირობითად მისამართზე მიტანა და რაიმე განსაკუთრებულ სირთულეს ერთად წარმოადგენს. Wildberries-თან დაკავშირებით იქ ცოტა სხვა სქემა მუშაობს, თუმცა მთლიანობაში ეს ახლა ისიც თუ კაფეოდ მოიკიდებს ფეხს საქართველოში, საკმაოდ ისეთი პრაქტიკულად გაჯერებული ბაზარი გვექნება, ხო? აი, ასეთ შემთხვევაში როგორ გესახებათ ქართულმა ონლაინ მაღაზიებმა, ონლაინ კომერციულმა სუბიექტებმა გადაირჩინოთ თავი ამ წყვის პირდაპირ მნიშვნელობით და რეალურად ბიზნეს საქმიანობა გააგრძელოთ, იმიტომ რომ ამ გიგანტებთან, განსაკუთრებით Temu-სთან, რაც არ უნდა ვთქვათ, რომ იქ პირობითად ვიღაცა შეიძლება პროდუქციის ხარისხი მოეწონოს, არ მოეწონოს. ძალიან დიდი განსხვავება ხო მის ფასსა და თქვენ ფასს შორის და მომხმარებელი რეალურად ირჩევს დაბალ ფასს. ჩვენც ყველანი მომხმარებლები ვართ და შესაბამისად ამაში არაფერი უცნაური არ არის ჩვენს ქცევაში. მაგრამ თვითონ ბიზნესი, ელექტრონული კომერცია ქართული ბაზარზე როგორ გადარჩეს, როგორ გესახებათ ამ მიმართულების შემდგომი მომავალი?
პირველ ეტაპზე ჩვენ დავიწყეთ მიმართვა სახელმწიფოს მიმართ სხვადასხვა უწყებებს, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, კონკურენციის ეროვნულ სამინისტროს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მიმართეთ წერილობით და შესაბამისად ველით შემდგომ ეტაპზე შეხვედრებს, რომელიც ქართული ელექტრონული კომერციის გადარჩენას უკავშირდება. ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ იმაზე, რომ ელექტრონული კომერცია დგას ყოფნა არ ყოფნის წინაშე, არამედ ზოგადად რიტეილსაც ძალიან დიდი პრობლემა ექმნება ეტაპობრივად, იმიტომ რომ ეს საერთაშორისო ონლაინ მაღაზიები ფაქტობრივად არიან რიტეილის ჩამნაცვლებლებიც. მარტო ელექტრონულ კომერციას კრიზისი არ შეეხება, ყველა შეეხება ეს კრიზისი და მათ შორის ჩვენ კომპანიებს, მათ შორის ჩვენი კომპანიის დასაქმებულებს და ასე შემდეგ. და თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამ ინდუსტრიაში ათასობით დასაქმებული არის. საერთაშორისო პრაქტიკა მაგალითად როგორია, მაშინ როგორ უნდა დარეგულირდეს, იმიტომ რომ რეალურად რაც არ უნდა დაარეგულიროთ, მომხმარებლის ქცევა ბუნებრივია, რომ დაბალფასა ერჭერს და შესაბამისად მას თუ ექნება შესაძლებლობა გამოიწეროს, ის არ წავა და მათ შორის არც ფიზიკურ მაღაზიაში არ იყიდის ფიზიკურად და არც ნიმს არ გამოიწეს ქართული ონლაინ გამოცემიდან, ხო? სწორედ ამის გარკვევას ვთვლილობ, რეალურად რა მექანიზმები არსებობს, თუნდაც საერთაშორისო ბაზარზე, რომელიც ამ მიმართულებას და ამ სეგმენტს არ რეგულირებს. პირველ რიგში ეს არის თანაბარი თამაშის წესების დამკვიდრება ბაზარზე, რაც ეხება გადასახადებს კონკრეტულად. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ესეთი გიგანტური ონლაინ მაღაზიები ეწევიან კომერციულ საქმიანობას და შესაბამისად ისინი უნდა იხდიდნენ შესაბამის გადასახადებს საქართველოს ბიუჯეტში. მოგეხსენებათ 1.5 მილიარდი ლარი არის ძალიან დიდი თანხა და რა თანხა არ შევიდა ბიუჯეტში შეგვიძლია მარტივად დავითვალოთ და ეს არის ძალიან დიდი და კოლოსალური თანხა. მეორეს მხრივ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, დღეს მომხმარებელთა უფლებებზე ვსაუბრობთ. თანაბარი თამაშის წესები ამ კუთხითაც ეხება. ჩვენ ქართული კომპანიები თუ ვიცავთ მომხმარებელთა უფლებებს და ამ მიმართულებით აქტიურია მიმართვიანობა, თუ ქართული კომერცია მხოლოდ 25% იქნება და შემდეგ კი უფრო შემცირდება, თავარი პრობლემა ხო რჩება ის დაურეგულირებელი ბაზარი. დღეს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს არ აქვს არანაირი ბერკეტი იმისთვის, რომ მაგალითად ქართველი მომხმარებლის უფლებები დაიცვას საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებთან ურთიერთობის ნაწილში. საერთაშორისო პრაქტიკა მოგეხსენებათ არის მაგალითად ევროკავშირმა მიიღო DSA აქტი, რომლითაც გააფართოვა ევროკავშირის იურისდიქცია იმ ონლაინ მაღაზიებთან მიმართებაში, რომელზეც ევროკავშირის მოქალაქეები ყიდულობენ პროდუქციას. ანუ მათ შეუძლიათ მოსთხოვენ ხარისხის ნაწილი, ანუ ჩვენთან ჯერჯერობით არ ვიცით რა პროდუქცია შემოდის საზღვარზე. თქვენ ერთ-ერთ ეთერში იყო ის ძალიან დიდი რაოდენობა სათამაშოების შეუმოწმებელი სათამაშოების ელექტროტექნიკის, რომელიც 2025 წელს დაფიქსირდა. საიდან შემოდის ეს? ეს არის მოსაკვლევი ეს საკითხი. საიდან შემოდის ესეთი დიდი რაოდენობის? ანუ ჩვენ ვხედავთ, რომ აქ 15 მილიონზე მეტი ამანათი შემოვიდა მარტო 2024 წელს და 2025-ში უფრო დიდი მაჩვენებელი არის. ფიზიკურად არ არსებობს არანაირი რესურსი, რომ ესეთი სახის გზავნილები გადამოწმდეს საფოსტო გზავნილების სახელით შემოსულ გზავნილებზე მაგ საუბარი. აქ არის ძალიან დიდი რისკი, რომ აქ იყოს სწორედ ის სახიფათო შემცველი, ყოველ შემთხვევაში გადასამოწმებელი არის და ამაზეც უნდა მკაცრი რეგულირება გავრცელდეს. ანუ ჩვენ თუ ქართველ რიტეილერებს, ჩვენ თუ ქართველ იმპორტიორებს ვთხოვთ, რომ პროდუქციის ხარისხი დაიცვან და შეამოწმონ, რატომ არ ვითხოვთ დაუშვათ ელექტრონული კომერციის საერთაშორისო მოთამაშეებისგან იგივეს. არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა და ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ნაწილშიც გავრცელდეს საქართველოს იურისდიქცია და ქართულმა შესაბამისმა უწყებებმა თავიანთი იურისდიქცია გაავრცელონ საერთაშორისო მოთამაშეებზეც იმისთვის, რომ ერთის მხრივ დაიცვან მომხმარებლების ინტერესები და მათი დაუშვათ მიმართვის შემთხვევაში კონდეთ ბერკეტი, რომ მოსთხოვონ შესაბამისი სამართლიანობის და წონასწორობის აღდგენა და მეორეს მხრივ ხარისხის კონტროლის ნაწილში, რომ გავაკონტროლოთ რა პროდუქცია შემოდის და საფრთხის შემცველი პროდუქცია არ შემოუშვათ საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანი თემა შეეხება ამ თემას ამ კონკრეტულად ხარისხის ნაწილზე მე შემოვნებით მოგისმენდით უკვე სხვა გადაცემებშიც კონკრეტულად ამ მიმართულებით. თამარ გოგოლაშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.